მოგესალმებით, პატივცემულო ტელემაყურებლებო, დღეს ხუთშაბათია 22 საათი და ჩვენ ყველა ეთერში ვართ. ჩვენ ვისაუბრებთ იმ საკითხებზე, რაც მოხდა 2023 წლის ივნისის თვეში და ეს დიდი გახმაურებული საქმე არის. რაც შეეხება სტამბა რეზონის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ბატონი რეზო რაზმაძე გვეყოლება სტუმრად, რომელსაც ბატონ რეზო რაზმაძეს მოუწყვეს პროვოკაცია. ანუ პროვოკაციაზე იმუშავა ქალბატონმა გვანცა ქველაძემ რეზოს წინააღმდეგ. ეს ვისი დავალება იყო, რა დავალება იყო, ეს რა თქმა უნდა არ არის მტკიცებულებაში აღნიშნული და ამას ჩვენ ვერ ვიტყვით. და გამოძიება მიმდინარეობს ჯერ კიდევ და სასამართლოშია საქმეები და ბატონ რეზოს სხვათა შორის 2023 წელს განაჩენიც დაუდვეს და გამოუტანეს გამამტყუნებელი განაჩენი იმ მოტივით, რომ ვიდეო კადრები არსებობდა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო. მაგრამ ექსპერტიზა სულ სხვა რაღაცას ამბობს. ექსპერტიზამ დადო მტკიცებულება, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა ბატონ რეზოს არ მიუყენებია გვანცა ქველაძისთვის და არ ქონდა მას დაზიანებელი. ამიტომ მოსამართლემ არ გაითვალისწინა ექსპერტების დადებული მტკიცებულება და ვიდეო მასალით იხელმძღვანელა. ჩვენ დღეს ვყავს ბატონი რეზო სტუმრად, მე მოვიწვევ ბატონ რეზოს და ჩვენ ვისაუბრებთ იმ ყველაფერზე და ბატონი რეზო მოყვება იმ ყველაფერს, რაც კი მოხდა იმ 2023 წლის სტამბის შიდა ტერიტორიაზე. სიმართლეს იტყვის ბატონი რეზო. ბატონო რეზო, გთხოვთ. მობრძანდით ბატონო რეზო და მივესალმოთ ტელემაყურებელს. ბატონო რეზო, რაც შეეხება 2023 წლის გახმაურებულ საქმეებს, ამის ფიგურანტი თქვენ ბრძანდები და თქვენზე არის პროვოკაციები წამოსული გვანცა ქველაძედგან. ქველაძემ წამოიღო უბრალოდ თქვენთან პროვოკაციები და პროვოკაციების ეხლა როგორი სისტემაა ჩამოყალიბებული პროვოკაციაზე, როცა ადამიანები მიდიან, რომ პროვოკაცია მოუწოს იმ სხვათა შორის კარგ ადამიანებს, რა პროვოკატორს ვერ მოუწყო პროვოკაციას, იმან იცის. ხო და ჩვენ ხშირად არ ვიცით, იმიტომ რომ ჩვენ არ ვართ პროვოკატორები და ეს ესეთი მოულოდნელად რომ არილოდები ეგრეთ. რა მოხდა იმ სტამბის შიდა ტერიტორიაზე და ვინ იყო ეს და რა საქმიანობდა თქვენთან გვანცა? ეს გოგონა იყო ჩვენთან მოვიდა 2020 წლის დეკემბერში სამუშაოდ. ჩვენი კარგი ფირმა არის, წარმატებული ფირმა არის, ევროპული დანადგარები გვაქვს ყველაფერი, ძალიან განვითარებული არის. 2022 წელში ხელფასები იყო 3000 ლარიდან 8000 ლარამდე, ძალიან კმაყოფილი თანამშრომელი და მე სიამოვნებას მანიჭებდა, რომ ყავდა ბედნიერი თანამშრომლები და იმ მომენტისთვის იყო ესეთი რაღაცა, რომ წინადღით ჩამოსული იყვნენ გერმანელი სტუმრები, რომელთანაც უნდა დაგვედო ხელშეკრულება და გერმანული სპორტული ჟურნალი უნდა გვებეჭდა. და თვეში ბეჭდავდით 10000 წელს, უნდა გაგვიგზავნა გერმანიაში და ეს იყო 10000 ევროს საქმე თვეში, მაგრამ წელიწადში უკვე გამოვიდოდა 120000 евро და შემდეგ თუ მოუმატებდით ტირაჟს, რა თქმა უნდა მოვიმატებთ. განვითარების გზაზე უფრო განვითარების გზაზე იყო და ბატონო რეზო, ერთი კითხვა მაქვს. თქვენ ამ სტამბის მფლობელი და დამფუძნებელი ხართ და გენერალური დირექტორიც, ხო? რა თქმა უნდა. და თქვენ აწარმოებთ შიგნით თუ რამე ხდება და თქვენ მიგყავთ იქ ყველაფერი. ძირითადი საქმეა. ძირითადი საქმე. ანუ ეს გვანცა თქვენ მიიღეთ 2020 წლის დეკემბერში. თანაც მივიღეთ რა იმით, რომ 2020 წელს იყო კორონა და ჩვენთან მუშაობდა თანამშრომელი, რომელიც დაქალიც იყო. და გთხოვა, რომ ესე იგი კორონა არის დახურული იყო ძირითადი საწარმოები ყველაფერი და სამსახურს ვერ შეუძლობდა და დავხმარებოდით. და ადამიანური ფაქტორით შემეცოდა დავეხმარე, მივიღეთ სამსახურში, ეს გამოდის, რომ ლუკმა გაუზიარეთ. იმ პერიოდში, რა თქმა უნდა, ჩვენთან შემცირებული იყო მუშაობა. ხშირ შემთხვევაში იყო 2 კვირა, რომ სამსახურშიც ვერ დავდიოდით, ხელფასებს კი არ მუშაობდით, თითქმის აი ჩუქნით თანამშრომლებს, რომ შეგვენარჩუნებინა და თავი არსებად და რომ კარგი პერიოდი რო დადგებოდა ეს თანამშრომლები ყოლოდა ჩვენთვის. რამდენი თანამშრომელი გყავდათ ბატონო რეზო? 30 თანამშრომელი. 30 თანამშრომელი და 30 თანამშრომელს კორონას დროს არა მუშაობის პერიოდში თქვენ მაინც აძლევდით ხელფასებს და ინახავდით ამ ადამიანებს და როგორ შეიძლება რომ თქვენაერ ადამიანს მოუწყოს ადამიანმა
პროვოკაცია და გაიყვანოს რაღაც დანის პირზე თუნდაც. რა თქმა უნდა. და კითხვა მაქვს ბატონო რეზო. ამ პროვოკაციის მოწყობა დაგეგმილი იყო, თქვენ ესე ფიქრობთ? თავიდან ბოლომდე დაგეგმილი იყო. ანუ კარგი სცენარი იყო დაწერილი თქვენ წინააღმდეგ. ისეთი სისწრაფი წავიდა ყველაფერი, რომ წინასწარ თუ არ დაწერდი, ესე უცებ ვერ განავითარებდი. იმიტომ 14-ში მოხდა ეს ინციდენტი და 16-ში გამოდის, რომ დილით მიდის გვანცაკველაძე შრომის ინსპექციაში 11 საათზე წერს საჩივარს და 12 საათზე უკვე ტელეკომპანია ფორმულა და შრომის ინსპექციის 12 თანამშრომელი მოდის და შრომის ინსპექცია არის საბურთალოზე. დღეს რო ადგე იქიდან ჩვენ ვართ ნახალოვკაში, უბრალოდ 1 საათი საცობია, ეს არის ვერ მოვა. თუ წინასწარ არ იყო ეს დაგეგმილი და მომზადებული იყო, რომ უნდა შემოსულიყვნენ რა. და თან ფორმულა მოვიდა და ამბობს სიუჟეტში, რომ გვანცაკველაძის მეგობარმა დაწერაო სტატია და იმის მიხედვით მოვედითო. გვანცაკველაძის მეგობარმა დაწერა სტატია პირველ საათზე, მაგრამ 12 საათზე უკვე ფორმულა ჩვენთან იყო შენობაში და უკვე იღებდნენ. ვიდეო კადრები გავრცელებული იყო სოციალურ ქსელში მანამდე? არა. სანამ ეს შრომის ინსპექცია და ტელეკომპანია არანაირი აბსოლუტურად. პირველი კადრი გავცელდა 16 ივნის პირველ საათზე, მისმა დაქალმა გააუცელა, მაგრამ 12 საათზე ფორმულა უკვე ჩვენთან იყო ტერიტორიაზე. ანუ საფუძველი იყო მისმა დაქალმა დაწერა რაღაც სტატია და მოვიდნენ მაგ საფუძველზე. მოვიდნენ მაგივრად, მაგრამ იმან პირველ საათზე დაწერა და ესენი 12-ზე უკვე ჩვენთან იყვნენ. ეხლა მე ერთი რამ მინდა უთხრა ფორმულას, რა ტელეკომპანია ფორმულას, რომ მე თვითონ ამ ტელევიზიის მფლობელი ვარ და სტატიების დაწერის გამო ჩვენ არ მივდივართ არსად, იმიტომ რომ ეს არის მტკიცებულების გარეშე მისვლა და ვიდეო მასალა რო ყოფილიყო, მე შეიძლება დავთანხმდებულიყავი იმაზე, რომ მოვიდნენ მაგ შემთხვევაში. მაგრამ სტატუსი და სტატია რო იწერებ, ეს მტკიცებულებად ეს მიდის მაშინ პროკურატურაში და არაფერ შუაში არა ტელევიზია აქვს. და შრომის ინსპექცია სხვათა შორის. რა თქმა უნდა და ამის მერე რა ხდება ეს? ამის შემდეგ უკვე ესე იგი ფორმულა TV პირველ უკვე გამომაცხადეს, გამოძიება დაწყებულიც არ იყო. ერთი დღე დაგკითხეთ და დაგვიბარეს ერთი კვირის შემდეგ. უკვე გამომაცხადეს როგორც მოძალადე, დამნაშავე, ესე იგი მათ ხა იურიდიულად ბევრი მუხლები დაერქვათ ჩემს მიმართ უკვე რომ თელ საქართველოს მოსდეს რომ მე ვიყავი მოძალადე, დამნაშავე ყველაფერი, მაგრამ მე შემდეგ უკვე ჩემ ადვოკატმა აიღო ექსპერტების დასკვნა და ბოლოში გამოვიდა რომ 4 ექსპერტის დასკვნის, 2 სამხარეულის დასკვნა და 2 სასამართლო ექსპერტის დასკვნით მართალი ვარ. რომ არც ფსიქოლოგიური ტანჯვა არ განუცდია, არც ფიზიკური ტკივილი არ განუცდია, არც დარტყმითი კონტაქტი არ ყოფილა, არც ტკივილი განუცდია. 4 ექსპერტი ადასტურებს რომ მე ვარ მართალი. მაგრამ სასამართლოზე მაინც რაღაცათომ თქვა რომ და ესე იგი ჯარიმა გამომიტანა და იმდენად დამაჯერებლად ლაპარაკობენოთ დაზარალებულ და მისი მეგობრებიო რომ ექსპერტის დასკვნას ვერ გავითვალისწინებ. და აქ ერთ გარემოებას გადავხედე მე სანამ გადაცემაში შემოვიდოდით მე ყველა იმ სურათს გადავხედე რა სურათიც იყო იმ თქვენ სტამბის შიდა სივრცეში მაგრამ იქ მე დავინახე რომ მარტო ტელეფონის წართმევა იყო და დანარჩენი არაფერი არ იყო იქ რომ ან ფიზიკური დაზიანება მიიღო იმ ადამიანს. არანაირი აბსოლუტურად. უბრალოდ ეს გამოიყენეს ვიდეოფირად ახლა რომ რაღაც თვითონ თან აჩქარებული კადრი თუ წაიქცა, ძალით წაიქცა და ეს მოახდინა პროვოცირება. გარბოდა და პალეთ წამოკრა, ფეხი წაიქცა და ეგ იყო და ეგ სულ და ბატონო რეზო, აი ჩვენ კულისებს მიღმა ვისაუბრეთ და თქვით რომ გვანცა მე სამსახურიდან გაშვებული მყავდა. რა თქმა უნდა, სადღაც 2 თვით ადრე იგივე სანაგვიანებდა საჭმლის ნარჩენები, შეჭამდა ბანანს, შეჭამდა შაურმას, ყველაფერს ყრიდა ძირზე. მე აღარ მოყვები ყველაფერი ფილმში არის, რო არ გამომივიდეს. ეს საჭმლის ნარჩენები იმდენად შემაწუხებელი იყო თანამშრომლებისთვის, რომ შემოდიოდა ყველა თანამშრომელი ჩიოდა ძალიან ესე იგი აუტანელ იმას ქმნიდა საწარმოში. რო თქვენ რაღაცა საყვედური გეთქვა და იმ საყვედურზე მერე წასულიყო როგორც ჩავიდა ჩასაფრებულ პოზიციაში იყო მესმის და თქვენ რო გავუშვით მერე მოვიდა ხო ისევ მე დილით მოვიდა ცხრისთანხევარი იყო თხოვნით რომ ბანკის ვალები ქონდა უჭირდა შიოდა და იქნებ დამაბრუნოთ თქო რომ
გამოსწორდები, აღარ ვიზამას, აღარ გავაკეთებ, მაგრამ ერთი კვირა იყო ცოტა ნორმალურად და მე ისე ძველებურად გააგრძელა, დაიწყო ესე მიყრა, მოყრა თანამშრომლების დაჩაგვრა და ანუ ბატონო რეზო, შეხედე ჩვენ სად მივდივართ ახლა მაყურებელს სწორად რო აუხსნათ. შეხედე, იმან რაც ჩაიდინა პირველადი დანაშაულები და თქვენ სამსახურიდან გაუშვით, მან ვერ შეასრულა მასზე დაკისრებული მისია და შემოაბრუნეს თქვენამდე და თხოვნით მოვიდა რომ ის ბოლომდე მიეყვანა ის საქმე. მე ვფიქრობ, რა ვიცი, ესე მიდის სურათი. არა, რა თქმა უნდა, ზუსტად ესე იყო, იმიტომ ესეთი სისწრაფით ტელევიზიები, ფორმულა, TV პირველი აი უბრალოდ დილით მოდის იღებს და საღამოს უკვე მზას სიუჟეტები. ასეთ სისწრაფით ვერ გათან ამ დროს მიდიოდა რაღაც გამოსვლები იყო ეს გადატრიალე ესე რომ თქვა მშვიდობიანი გადატრიალე რაღაცა და იმ დროს ტელევიზიას ჩვენთვის მოცლოდა უბრალოდ გასაკვირიც არის. გასაკვირი რა თქმა უნდა. ბატონო რეზო, აქ ერთ ყურადღება მივაქცი ერთ-ერთ დეტალს. თქვენ როცა ვიდეო მასალა, ანუ თქვენ როცა გადაგიღოს ვიდეო მასალა და ეს ვიდეო მასალა გავრცელდა სოციალურ ქსელში. ანუ თქვენ კი ეჭიდებით მას ტელეფონის წასარქმევით, ანუ ჭიდავსაც ვერ დავარქვი, ახლა ცდილობ რომ ტელეფონი გამოვართვათ და ან მასალა წაუშალოთ და ან საერთოდ არაა სასურველი. ახლა თქვენ კერძო და აი პირდაპირ კერძო სტრუქტურაში ვიღაცამ ვიდეო მასალა დააფიქსიროს ის თუ იმ აპარატურის ვინაობა, მოდი ვთქვათ. ყველაზე საკვირველი ის იყო, რომ ჩვენთან იბეჭდებოდა ამ დროს თავდაცვის და უშიშროების ბარათები და გაფრთხილებული ვიყავი უშიშროებიდანაც და იმდან რომ ამის თვითონ სადაზღვევო ბარათები იყო, სადაც უშიშროების თანამშრომლების და ჩვენი ჯარის პირადობები, სადაც პირადობა წოლია მეუღლე, ყველაფერი რომ ეს არ მოხვედრილიყო არსად. ანუ ეს რო გასაიდუმლებული მასალა და ხო, საიდუმლო მასალა და არ უნდა ყოფილიყო ზედმე გადაღება და ვიდეო ხო და ან ტელეფონი არა. და ამაზე იზრუნეთ თქვენ რომ ამის გამო ართმევდით ტელეფონს. რა თქმა უნდა, ძირითადად ხა საშიშროება ჩემი ეს იყო, რომ ეს რაიმე არ მოხვედრილიყო კადრში. თორემ მე სულ არ ფიქრობდი ამ თავი იყო რომ ეს არ გადაიყო, ეს იმიტომ ისე იქნევდა ხელს და იმას შეიძლებოდა და კაცს რო გააჩერებდა ამოწევ, უკვე შეიძლება ყველაფერი გამოჩნდეს. და თქვენ სასამართლოს ეს ყველაფერი უამბეთ რომ ესე იყო და ესე იყო და არ გაითვალისწინა? რა თქმა უნდა, უამბეთ და არაფერი არ გაითვალისწინეთ. даже ექსპერტების დასკვნებიც კი არ გაითვალისწინეთ. იყო 4 ექსპერტის დასკვნა, 2 სამხარეული, 2 კერძო სასამართლო ექსპერტი, რომელიც ყველა ექსპერტი ადასტურებდა ჩემ უდანაშაულობას. მაგრამ მოსამართლეც ბოლოს გამომიტანა ჯარიმა და ჩაწერა, რომ ისე დამაჯერებლად ყვებიან დაზარალებული და მისი მეგობრები, რომ ექსპერტის დასკვნას ვერ გავითვალისწინებთ. თქვენ რას ფიქრობთ, რატო გადაწყვიტა მოსამართლემ ეგრე? მე მგონი რომ უფრო აი ხმაური ამბავი რო იყო, შეეშინდა რომ მისი ალბათ ან გვარი ან რაღაცა რო არა გაეცელებინათ, კიდე არ ეძახათ რომ აი მოძალადე გაუშვა, გაანთავისუფლა რაღაცა, ნუ საშუალო ის გააკეთა. მოდი ესე ხო არ ვთქვათ, თქვენ როგორც წარმატებული სტამბის მფლობელი იყავი და ეს სტამბა წარმატებული იყო ფინანსურათაც და ვიზუალური მხრიდანაც. ხო არ გყავდათ ისეთი ადამიანი, რომ თქვენი სტამბა დაზარალებული იყო და სხვა სტამბას ემუშავა უფრო კარგად და იმასთან გადასული იყო? არც ეგ არ არის გამორიცხული, იმიტომ რომ ჩვენთან ახლა არის ძალიან ისეთი კონკურენცია არის და როდესაც ადამიანი ვერ გჯობნის, ვერც ფასში, ვერც ხარისხში, უკვე ფიქრობს რაღაცით წაგაქციოს და გაზიანოს, რა თქმა უნდა. და ამის ფიქრი გააქვთ, რა თქმა უნდა, და მოტივიც არის ამის. კი, რა თქმა უნდა, ძალიან ობიექტური 99% არის ამის მოტივი, რომ რომელიღაცას უნდა ჩვენი კლიენტების ხელში ჩაგდება, ესე რა ვთქვა. ანუ ჩვენი ბაზრიდან მოცილება. ანუ ქალბატონი გვანცა ამ შემთხვევაში გამოიყენეს? უფრო მეტად გამოყენებული. და დაზარალებული დარჩება გვანცა მესავარაუდოდ საბოლოო, როცა განაჩენი დაიდება და თქვენ მხარეს სიმართლე დაიდება, მე ვფიქრობ სერიოზული აი ზუსტად მაშინ აღმოჩნდება ყველაფერი. სერიოზული დაზარალებული დარჩება ამ მხრიდან, როცა ეგეთ საქმეს აკეთებ, ყოველთვის დაზარალებული ხარ, ამას წყალი არ გავა და არც უნდა აკეთებდეს ადამიანი ესეთ რაღაცას. ბატონო რეზო, თქვენ დღეს ანუ კულისებს მიღმა მითხარით, რომ
გვანცას ყავდა დაქალი, ხო? კი, რომელიც გვანცა მოგიყვანა ამ შემთხვევაში იმ დაქალმა. და რაც მოხდა ინციდენტი და ვიდეო მასალა გავრცელდა, დაქალი რას საუბრობდა ამის შესახებ. ანუ ვის მხარეზე, ანუ სიმართლის მხარეს იყო? სხვათა შორის შუალედური ეჭირა, ასე რომ ვთქვათ, მის დაქალს და ეს დაქალი, რომელიც სიკვდილზე გადავარჩინე, მე კიდე საავადმყოფოში დაიწვა, 6 თვე იქ წოდა ხელფაში არ შემიჩერებია. ესე იგი, ვისაც სიკეთე გაუკეთე, იმან ჩამარტყა ზურგში დანა ეგრე გამოვიდა რა. ხო, ესე ხდება ხშირად სამწუხაროდ ქართველებში და არ უნდა ხდებოდეს. იმან ვისაც დამეხმარე, იმან წამაქცია, რა ესე რომ ვთქვათ რა. მე სხვათა შორის გუშინ გადაცემაში ვიჯექ, სხვა გადაცემაში და აღვნიშნე, ვიც კლდეში ვარდებოდა და ჰაერში დავიჭირე, იმან ჩამარტყა დანა ზურგში. ხო, ზუსტად ეგეთი. ხო და ჩვენ ვეცდებით, მე და თქვენ ისეთი ადამიანები ვართ, კიდო დავეხმარებით, ოღონდ დანაგალესონ კარგად ჯობია. ბატონო რეზო, ანუ მე თქვენ სასამართლო გიტარდებოდათ, ხო, სასამართლოში? კი, სასამართლო უკვე მესამე წელია ამ სასამართლოში. კვირაში ერთხელ, თვეში ორჯერ, სულ სასამართლოებში ვარ უკვე მესამე წელია. მესამე წელი სრულდება და და გამამტყუნებელი განაჩენი რო გამოგიტანეს, მე კიდე სასამართლოები გწევდა. მე იყო სააპელაციო სასამართლო იყო, რომელსაც თითქმის არ განიხილა. 15 წუთი იყო სასამართლო და მოსამართლემ უარი პროკურორს, უარი დაცვას და იგივე დატოვა ძალაში და ეხლა არის უზენაეს სასამართლოში და ვნახოთ. უზენაეს თუ 4 ექსპერტიზას გვას გაითვალისწინებს, ხომ კაი და თუ არ გაითვალისწინებს, მე ალბათ კიდე გავაგზავნებ ცნობას. მე აქედან ვეტყვი იმ უზენაეს სასამართლოს, რომ უნდა გაითვალისწინოს და ობიექტურად გადაწყვიტოს ეს ყველაფერი, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, თქვენ არ გეკუთვნით, რომ იყოთ დამნაშავე ამ კონკრეტულ საქმეში. არა, თავი ახლა ჩვენთვის რა არის? 7000 ლარი ახლა გადაიხდი ყველაფერი. თავია ჩვენი სახელი. რა თქმა უნდა. სახელის გატეხოს თავის გატეხვა ჯობია. ჩვენთვის აი 7000 ლარი უბრალოდ სახელს გვიტეხავს. ეს არის. იმიტომ მე ხო უნდა როგორც ხელმძღვანელი უნდა წავიდე შეხვედრებზე, წავიდე იმაში და როდესაც ეს ზურგზე დამადეს ეს ისა ვერ გადიხართ საზღვრებს, ვერ ცდებით და ვერ აკეთებთ შეხვედრებს. შეხვედრაზე, როცა კონკურენტიც გიზის, ისიც გიზის, ის ყოველთვის წამოგაძახებს, რა ის არ არის და ეს არის და ეხლა რა თქმა უნდა ეს თქვენ ბიუჯეტზე იმოქმედებდა, რა თქმა უნდა და კომპანიაზე იმოქმედებდა ეს. რა თქმა უნდა, ეს ჯერ ესეთი ამანაც იმოქმედა და პლუს მაგათ ჩაიდინეს კიდე დანაშაული ამ ექციდენტი რო გადავდოთ გვერდზე, ესე იგი ამ გვანცა ქველაძემ გაიტანა ფირმის დამკვეთების სია, მით გადასცა თავის მეგობარს ნინო ჟორჟოლიანს, რომელმაც გაავრცელა იმაში Facebook-ზე მოწოდებით, რომ შეწყვიტეთ თანამშრომელთა რეზონთან, ეს არის სოციალური თუ რაღაც ისეთი როგორ მოძელადესთან არის თანამშრომლობო. მე ეს იგივე ტელევიზიებმაც გადაიღეს, პრესაშიც გავცელდა. და სხვათა შორის ნანუკა ჟორჟოლიანი იყო თქვენთან ჩამოსული და შემოგიხდათ კაბინეტში რაღაც უზრდელური საქციელი ჩაიდინა მაშინ. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ როდესაც ნანუკა ჟორჟოლიანს უთხარი, რომ მოდი დაგათვალიერებენ, განახებ, ხალხი რას ამბობს, რას ისუფთავია, რა ის არის, მე არ მაინტერესებს შენი, ეს მე შეკვეთას ვასრულებო რა. ესე გამოვიდა, რომ ფიურული გადაუხადა ვიღაცამ და ის უნდა გაამართლოს და იმ მხარე უნდა დაეჭირა. ანუ ეს ყოფილა კარგად დაგეგმილი, რა თქმა უნდა, პროვოკაცია. ანუ მარტო გვანცას ვერ დავაუბრალებთ, მოდი ნანუკაც ამ საქმეში გვარ იყო, შემთხვევით დავალებული გვარ. თავიდან არა, მაგრამ მე რომ მოვიდა, მაგრამ ერთი საკვირველება რა იყო, რომ ნანუკა ჟორჟონიანი რომ მოვიდა, უნდა გაეშვა რომელიღაცა დღეს იმ კვირაში. და იმ კვირაში ზუსტად დაიხურა მთავარი არხი. და ნუ ალბათ ვიფიქრე დავისვენე, მორჩა წავიდა, მაგრამ გავიდა 6 თვე გადავიდა TV პირველზე და მაინდამაინც იგაუშვა ეს ისა. რომელიც იგივე ის იყო ძალიან მთელი კოლექტივი ამ ნანუკა ჟორჟონიანის გადაცემამ ჩააგდო სტრესში, ესე რომ ვთქვათ. ფსიქოლოგიურად მთელი ყველა თანამშრომლები დაითქუნა აი მის გადაცემის შემდეგ. და ეხლა თანამშრომლები ყავდა ჩვეულებრივად აგრძელებთ, ხო? ეხლა თანამშრომლები ყავს ჩვეულებრივად ვაგრძელებთ, მაგრამ თუ 2022 წელში ხალხი გემრიელ ტკბილ ხელფას 3000, 5000 ლარს იღებდნენ, ეხლა 1000, 1500, 1200 და ყველა რა თქმა უნდა იცის ვის გამოცარი და რის გამოცარი ეს მათი ხელფასების შემცირება. ანუ ამ გვანცამ მთლიანად
ჩამოანგრია თქვენი კომპანიის სისტემა. ამას რო გავყვეთ ახლა ის თანამშრომლების დააზარალა, თქვენს დაგაზარალათ? პირველ რიგში მან დაარტყა იმ თანამშრომლებს, ვინც იქ მუშაობდა, იმიტომ ის ხელფასები, რაც ეგენი ბედნიერ ხელფასებს იღებდნენ, ევროპულ ხელფასებს შემცირდა. და თავისთავად თანამშრომლებს უკვე როდესაც 3000 ლარი გაქვს სულ ხელფასი და უცებ 1000 ლარზე ჩამოდიხარ, რა თქმა უნდა ეს იმოქმედებს. ის გონდა ერთი თანამშრომელი უკვე წავიდა ფეხმძიმე ქალი გერმანიაში საცხოვრებლად, მანამდეც ერთი ახალგაზრდა ბიჭი ორი შვილით მეუღლესთან ერთად, რომლებიც ჩვენთან გაიზარდა, ეს ბავშვი უკვე დაკაცდა ყველაფერი გერმანიაში წავიდა სამუშაოდ. და რო ვკითხე რატო წახვედით და აქ საჭმელს მაინც ვაჭმენ ბავშვებსო. რო გენახავ ბოლოში როგორ ვიყავი მაცივარს რო გამოვაღებდი ცარიელი მქონდაო და ეხლა რო გამოვაღებ მაცივარს სავსე მაქვს. საჭმელი ბავშვები მაინც არ მყავს შივრათო, მაგრამ მე იქ მოეწყო სტამბაში დაიწყო მუშაობა, სპეციალისტიკა იყო. ეს ქალბატონი თუ ახდენდა თანამშრომლებზე ზეწოლას. რა თქმა უნდა, სახში იბარებდა თანამშრომლებს და მოუწოდებდა, რომ შეწყვიტეთ თანამშრომლებს, რატომ დადიხართ კიდევ რეზონში, რატომ მუშაობთ იქ. და ერთ-ერთი დაქალი, რომელიც მართლა ნიჭიერი გოგო იყო, 3000-5000 ლარზე დაბლა არ ჩამოდიოდა, შეწყვიტა თანამშრომლობა. და მე როგორც გავიგე 6 თვე კურიერად მუშაობდა ღამის მენაში, გლოვოში და ეხლა დაიწყო სადღაც მუშაობა, სადღაც 1400 ლარი აქვს და ის ხელფასი არ აქვს და ის ბედნიერება არ აქვს, რაც ჩვენთან გქონდა და რაც საშუალება ჩვენთან გქონდა. ანუ შეხედე იმე კითხვა დავში იქიდან გამომდინარე, რომ როცა გვანცა რაღაც ყრიდა იმ ტერიტორიაზე და აბინძურებდა იმ ტერიტორიას, დარწმუნებული ვარ, რომ ზეწოლას მოახდენდა შიდა სამსახურში, თუნდაც შიგნით ყველაფერზე დაგიწყებდა არევას და დაიწყო კიდევაც. და ეხლა რა პროცესში დგას თქვენი და ამ გვანცას საკითხი? ანუ რა სიტყავს გვანცა? ანუ ფულს ითხოვს? პირდაპირ თქვა? რა თქმა უნდა, უზენაეს სასამართლოშია სამოქალაქო საქმე და იქ ფულს უთხოვს და სისხლის საქმეც არის უზენაესში და უზენაესი სისხლი ძალიან დამოკიდებულია ამ სამოქალაქოზე. ანუ მორალური ზიანის გამო ითხოვს ფულს? განაცდურს ითხოვს და მორალურ ზიანს ითხოვს. მაგრამ ფსიქოლოგიური დასკვნა მოვიდა, რომ ფსიქოლოგიური ტანჯვა არ განუცდია და და არც ფიზიკური ტანჯვა არ განუცდია. არც განუცდია, მაგრამ ის მაინც ითხოვს რაღაც იგონებს, რომ ფილმი რომელიც ჩვენ გავუშვით, ადრე ერთი ფილმი გავუშვით, რომ მისმა ნათესავმა ნახა და იმოქმედა მასე და ამიტომ მორალური ზიანი უნდა გაიზარდოს. და ეს ყველანაირად ცდილობს, რომ ეს თანხები გაზარდოს, ესე რომ ვთქვათ. 3 წელი მუშაობდა, მაგრამ მალავდა რომ მუშაობს, დღესაც მუშაობს. რომ რაც შეიძლება მეტი განაცდური აიღოს ჩვენი ფირმიდან და ისე ფირმას დააწვეს იმათ. ბიუჯეტს დააწვეს თქვენი ფირმის ბიუჯეტს. და როცა თანამშრომელი აი ესეთ ცუდ საქციელს ჩადის, თქვენ გაქვთ სრული უფლება დაწეროთ გათავისუფლების ბრძანება იმ დღესვე და ის ვერ მოითხოვდა ამას. არა, იმ დღესვე დავწერეთ, გავანთავისუფლეთ, მაგრამ სასამართლოში მაგას ადვოკატი ყავს თამილა გაბაიძე, რომელიც ამ საქმეებში ძალიან ისეთი ის არის რა. ყოვლის მცოდნე, ასე რომ ვთქვათ და არ არის გამორიცხული, რომ ჩვენ შენობაში ახლოს იყო ეს evolution-ი და შეიძლება მანამდეც გაიცნო და დაგეგმეს ეს ყველაფერი, ჩვენ ამის ზეჭვიც გვაქვს. ანუ შეხედე ადვოკატი ცდილობს ახლა გვანცა თუ თქვენგან აიღებს იმ რაოდენობურ თანხას, ადვოკატი იქ წილში ჩაუჯდება, უნდა მიცეს და მოდი ორვე ვებრძოლოთ და ადვოკატს ფული უნდა ახლა, ფულის გამო ყველაფერს კადრულობს უკვე, ხო? ბოლო მომენტში არც დადიოდა ეს ქალბატონი, ეს ადვოკატი დადიოდა და ერთ-ერთ თომაზე, რომელიც ჩემდამი ძალიან ისე იყო განწყობილი, რომ იმდენი ცილის წამებას ამბობდა ამ სასამართლოზე, უბრალოდ გული წამივიდა. გონება დავკარგე, დავეცი და მე რამდენიმე წუთში მომასულიერეს ეს სასწრაფოს მანქანა მოვიდა, წამიყვანეს. გულზე მაქვს 4 ოპერაცია გაკეთებული, შაქარი მაქვს და უბრალოდ ნერვიულობა და ის არ შეიძლება, მაგრამ იმდენი ნერვიულობა და იმდენი ის გვიწევს, რომ დღეს აი როგორ დგავ რა მე თვითონ მიკვირს. და როცა სიმართლეს ებრძვი და ვერ გაგაკ ყველაზე ცუდი ეგაა რა, ვერ იმარჯვებ, ყველაზე ცუდი ეს არის და
მე მივმართავ პროკურატურასაც, სასამართლოსაც, საგამოძიებლო ჯგუფსაც, რომ ეგეთ საქმეები უნდა გამოიძიოთ დეტალურად და პროვოკატორები უნდა წავიდნენ მართლა სისხლის სამართლის საქმეზე ციხეში. ახლა როცა პროვოკატორი არსებობს, ყველა ადამიანი დამნაშავე ხო არაა კაცო. ახლა მე ვფიქრობ, რომ თქვენ ისეთი ადამიანები ბრძანდებით მოსამართლე რო იყო პირდაპირ დავაჩაქუჩებდი და გაგამართლებდით. ისეთ კარგად ისე საღად საუბრობ და ისეთი შემწყნარებელი ადამიანი ბრძანდებით გატყობთ. ბატონო რეზო, ეხლა რა პროცესია, პროცესები როგორ მიმდინარეობს, ახლა თქვენ შესაძლებელით შეიტანეთ, ხო? კი, რა თქმა უნდა. უზენაესია, ორივე საქმე ძირითადად უზენაესია, მაგრამ ჩვენ შევიტანეთ იმ ზარალზე, რაც ზარალი მან და მაგის მეგობრებმა მოგვაყენეს ფირმას. და დაჟე ანუ 2023 წლიდან რაც ის გახმაურებული საქმე მოხდა, დღემდე რაც ზარელი თქვენ გაგვგონებული, ცირდება ხო რა თქმა უნდა, იმაზე შეიტანეთ სარჩელი. რა თქმა უნდა, ინტერნეტში ეს ყველაფერი ტრიალებს და პლუს ამას 12 წლის ბავშვი ჩასვეს ამ კაცში, რომელიც ბავშვი სკოლაში დადიოდა, მეგობრებმა იცნეს იქ, ბულინგი იყო ბავშვზე, მშობლებმა გადაიყვანეს სხვა სკოლაში და ბავშვმა უთხრა, რომ დედაო, აქაც თუ დამიწყესო, თავს მოიკლაო და ბავშვი ხა, როდესაც გარდატეხის პერიოდშია, დღევანდელი ახალგაზრდებიდან არაფერი არ არის გამორიცხული. უკაცრავად, ეგ ბავშვი რაში ჩართეს? ზუსტად იმ დროს מחდა ბავშვი თქვენი შვილი, ჩემი შვილიშვილი. თქვენი შვილიშვილი מחდა თან და ბავშვი შეესწრო ამ ყველა სცენას და როდესაც ამ გვანცამ გადაიღო კადრი, ეს ბავშვი ჩანს ამ კადრში. ორ ადგილას ჩანს. და მე ეს ტელევიზიებში გაგცელდა არ დაფარეს სახე, არანაირი. პირდაპირ მიდიოდა ბავშვი თავისუფლად თუ გააჩერებ კაცს, გაადიდე ბავშვი იცნობ. თან მეც რეზო რაზმაძე ვარ, ისიც რეზო რაზმაძეა. და ბავშვის ამოცნობა არის ძალიან თავისუფლად. და იმოქმედა ბავშვი, რა თქმა უნდა, ხო ამ ყველაფერმა სკოლაში იცნეს მეგობრებმა, ბავშვებმა, იქ მეგობრები დაკარგა, რომ არ უნდოდა ამასთან მეგობრობა უკვე, ამიტომ იქ უმცროსი კლასელებმა რაღაც დაუწყეს, დაცინვა, რაღაცა ისეთი ის და ნუ მშობლებს რო უთხრა გადაიყვანეს სხვა სკოლაში. მაგრამ ახლა ბავშვი მაინც სტრესის ქვეშ არის დღესაც და ალბათ რა ვიცი თუ რაღაცა ჩვენ ხარეს არ იქნება, ალბათ ბავშვი უნდა წავიყვანოს აღღერთ, რომ რამე არ ჩაიდინოს უბრალოდ, რამე არ მოწიოს დავის თავს. და ეგ ყველაფერი მოუყევით სასამართლოს თქვენ. რა თქმა უნდა, შეტანილი გვაქვს ეს ყველაფერი. და რეაგირება? ჯერჯერობით არაფერი. ესე იგი, ფსიქოლოგთან ყავდა და 10 ბალიანი შკალიდან აქვს, ბავშვს აქვს 9 ბალი. ესე იგი, უმაღლესი შფოთის ქვეშაა ბავშვი. ანუ შეხედე სად მივდივართ ახლა ჩვენ. ანუ ამ გვანცას შეუძლია ბავშვის ზიანი მიაყენოს სადმე? უკვე მიაყენა. არა, ხო ეს მიაყენა, მაგრამ შესაძლებელია კიდევ მიაყენოს ზიანი? ეს თუ ინტერნეტში სულ თუ არ აიღო აილაგმა ეს ყველა ვიდეოები, ბავშვი ყველგან ჩანს. სახე არსად არ არის დაფარული. იგივე იმედზე წავიდა, იგივე ფორმულაში წავიდა, იგივე ნანოკასთან გავიდა. სხვათა შორის ეს ვიდეო მასალა ამ ტელევიზიაშიც მოვიდა, მაგრამ ჩვენ არ გავუშვით, იმიტომ მტკიცებულების გარეშე არ შეიძლება გაუშვი ეთერი და არ შეიძლება რომ დააზიანო ადამიანის შეხედულებები და ჩვენ ეს ერთადერთი აი იმედშიც გამიგვირდა, რომ ერთ მხარეს აშუქებ და მეორე მხარეს რატო არ აშუქებ დაუშვათ, რატო არ მოვიდნენ, რატო არ გკითხეს. ანუ შეხედე გამოძიება პირდაპირ საუბრობს იმას, რომ 126 მუხლზე მაქვს საუბარი, ახლა თქვენი მე მგონი ეს მუხლია, ხო, ძალადობა. კი, 126-ეს პირველი. პირველი ნაწილი. პირდაპირ ამბობს გამოძიება და ამ 126-მე მუხლმა, ანუ შეხედე, როცა სასამართლოს პირველ ინსტანციაში გამოაქვს განაჩენი, მეორე ინსტანციაში როგორც კი გადადის ეს პირდაპირ ამბობს მეორე ინსტანციის მოსამართლე, რომ ეხლა იმან გაამართლა და ეს ისეთი 126-ე მუხლია, მე არ დამბრალდეს, მე რამე მოხდეს, მე მესამე და ყველა იცილებს ამას თავზე. ის ისეთი მუხლი არის დღეს საქართველოს კანონმდებლობაში და მე ვფიქრობ ეს მუხლი ამოსაღებია მთლიანად, დაანგრია ოჯახები და მართლა დაანგრია ოჯახები და არ ვიცი ეს ამ მუხლმა იმუშავა ქართველი ხალხის დასაღუპავად. რა თქმა უნდა, იმიტომ დაღუპა მთელი ერი. პატარა სკანდალი ყველა ოჯახში ხდება და როდესაც უკვე ესეთი ის არის ნებისმიერი ოჯახი შეიძლება დაინგრეს ამ მუხლის გამო ზუსტად.
კი დაანგრიეს უკვე რა დაინგრიეს უკვე დაწყებული კი არა დაანგრიეს უკვე ეს არის სტამბოლის კონვენციის რაღაც მუხლია, მაგრამ თვითონ სტამბოლი გავიდა ამ მუხლიდან და დავრჩით მარტო შოთაშორის ეს 126-ე მუხლი გერმანიას ჰქონდა 50 წლის უკან და რატო? როცა გერმანიაში ქურდობა ეს ყაჩაღობა და რამე რო არ იყო, მოსახლეობა მუჩივლა თავრობას რო პოლიციას უთქულა უხდეთ ხელფასო და ამათმაც მოიგონეს ეხლა ეს და დასაყდა უცებ პოლიცია. და თვითონ დააზარალა უკვე გერმანიის მოსახლეობამ თავიანთმა ნაკვირადმა და ეს მოდელი გადმოიტანეს ჩვენთან, რომელიც არ შეიძლებოდა ამ მოდელის გადმოტანა. ჩვენ ხო სხვა ტრადიციების მატარებელი ქართველები ვართ, ოჯახები ვართ და უბრალოდ ელემენტარულზე უკვე პატიმრობას ითვისებს მამაკაცი და შვილს მამას ციხეში, ანუ ყველაფერი ცუდი ხდება და ის მოხდა თქვენ შემთხვევაშიც, რომ ერთი პროვოკაციის წამოგებით თქვენ გიშვებდათ ციხეში რა თქმა უნდა ქალბატონი გვანც ეგრეთ წოდებული. ხო, ჩვენ რო არ ქონოდეს ექსპერტის დასკვნები, თავისთავად შეიძლება გავეშვით და დავეჭირეთ ან რამდენიმე თვით, ან რამდენიმე ხნით. უბრალოდ მოსამართლემ, როდესაც გქონდა ეს 4 ექსპერტის დასკვნა, ვერ გადადგა ის ნაბეჯი, რომ გავეშვით ციხეში. იმიტომ ამას სკანდალი მოყვებოდა, მაგრამ რომელი სკანდალი ჯობდა ეხლა? გამამართლებელი გამოეტანათ და ეთქვათ, რომ თქვენ არ ხართ ბატონო დამნაშავე და ამ იმ ვიდეო მასალაზე ჩაეტარებინათ ექსპერტიზა, ახوار ჩაატარეს. რა თქმა უნდა, არანაირი. არანაირი ექსპერტიზა არ იყო ჩატარებული. ჩვენ ამ ხარემ ჩაატარა და დადასტურდა ფენოსკოპერული ექსპერტით, რომ არანაირი დათმითი კონტაქტი არ ყოფილა. მაია ნიკოლაეშვილმაც იგივე ექსპერიმენტი ჩაატარა და არანაირი ის არ ყოფილა. მაგრამ ყველაზე საკვირველი ის იყო, რომ ჩვენ ყავს პარტნიორები გერმანიაში. და ეს ამბავი რომ მოხდა, ჩვენ ყოველწლიურად თითო კონტეინერი მასალა ჩამოქონდა უпроსორეთ და ერთი წელი რო არ ავიღეს მასალები, მეორე წელი არ ავიღე, მოგწერეს რა ხდებაო და ბოლოს ვიწერე რომ ესეთი ამბავი მოხდა და ნუ შევფერხდი, ვერ გაქვს კარგი მუშაობა რაღაცა და ჩვენო პარტნიორებმა თანხაც გადიხადეს დუსელდორფის სასამართლოში ერთ-ერთ მოსამართლესთან გაიარეს კონსულტაცია და ეს ექსპერტის დასკვნები ყველაფერი გადაუგზავნეთ, თარგმნით გადაუგზავნეთ და ნუ მოსამართლემ თქვა რომ ეს გამართლებაა, აქ არანაირი ის არ არისო და როდესაც მოსამართლე გამომიტანა გამომტყუნებელი განარჩენი გადაუგზავნეთ მოსამართლემ გერმანელმა მოსამართლემ თქვა რომ რამდენმა ვინმე ჩემთან გაიარა კონსულტაცია და 100%-დან 100% ჩემი სიტყვა გამართლებულა. პირველი შემთხვევაა რომ ვერ გამართლა ჩემი თქვენ რაღაცა სასწაული კანონები გქონდა. ხო, მაგრამ თუ კანონი მოდი, კანონი და მორალი კარგად იკითხება. შეგიძლია კანონზე მაღლა ერთხელ დააყენო მორალი ადამიანმა. მაგრამ ეგ იყო დაკვეთილი თავიდან ბოლომდე შეკვეთილი. შეკვეთილი იყო ეს პროვოკაცია, რომ თქვენ უნდა დაეზარალებიეთ ვიღაცის კონტექსტში. შედარებას ვაკეთებდი. ეხლა 1 საათის მანძილზე 10-12 შრომის ინსპექტორი შემოვიდა ჩემთან. და გვერდით მშენებლობა არის, ახალგაზრდა ბიჭი გადმოვარდა, ხელოსანი მოკვდა. და მაინტერესებდა რამდენ ხანში მოვიდო და მესამე დღეს მოვიდა 2 თანამშრომელი. და რა იყო ესეთი სასწაული, რომ 10-12 ადამიანი შემოვიდა ერთი საჩივრის ჩასაფრებულ პოზიციაში და უნდათ მალე აღკვეთილიყო ეგ საკითხი და ცხელწერტილში მოსულიყვნენ თითქოს მალე არაფერი წარმოგთარა. ბატონო რეზო, თქვენ შეტანილი გაქვთ უზენეში შემაგებელი გასაჩივრებული გვაქვს. თუ თქვენ რას ფიქრობთ, ეხლა ეგ სხვა იმაში გადავალთ ეხლა და აღარ მინდა იქ მეც ვფიქრობ რაღაცას, მაგრამ თუ ისევ გამამტყუნებელი განაჩენი დაიდო თქვენს მიმართ და სამართალი ვერ იპოვე ჩვენ ქვეყანაში. მაშინ რას გავაკეთებთ? სტრასბურგი. და არ გაჩერდებით რა თქმა უნდა. არა, რა თქმა უნდა, ვიცი რომ მართალი ვარ, ექსპერტიზა ხო მეცნიერებაა. ეს ხო ვიღაც ხო არ არის, ხო? ექსპერტიზა ადასტურებს ჩემო დანაშაულებს. ესე იგი უნდა ვიბრძოლო ბოლომდე. და მიხვალ ბოლომდე მე მჯერავს ბატონო რეზო და მე ყოველივე კარგს გისურვებთ, გამარჯვებას გისურვებთ. ოღონდ სიმართლის გამარჯვებას, აი მართალი კაცი ბრძანდებით. მე პირდაპირ ვადასტურებ და მტკიცებულებას ვდებ, რომ ბატონი რეზო რაზმაძე არის მართალი ამ აგორებულ სიტუაციაში და ამ პროვოკაციულ იმაში, რა ქვია, რავი ნავში, რა ჯანდაბადა ვარ ხო, აღარ ვიცი უკვე, რომ ესენი, რა ვიცი, გამოძიება არ არსებობს, ბოლომდე არ ნეყავს გამოძიებას ესეთი თემები და ადამიანს ტყვილა
ან აპატიმრებენ, ან რა ვიცი, პირობით საჟოს უსჯიან და ან რავი, ფულადი ჯარიმები. თვითონ გამოძიება რომ დამთავრდა, თვითონ გამოძიებელმა თქვა რომ ესეთი ტუფტა საქმე მე არ გამიკეთებია ცხოვრებაში რა და ფიქრობდა რომ გამართლებოდი სასამართლოში. მაგრამ საპირველება მოხდა იგივე. ანუ გამომძიებელმა თქვა ტუფტა საქმეო? ესეთი ტუფტა საქმე ჩემ ცხოვრებაში არ გამიკეთებიაო რა. აქ მტკიცებულება დადო უკვე გამომძიებელმა რომ ეგ იყო კარგად დაწერილი შექმნილი სცენარი. მაშინ ეს უნდა მომხდარიყო ბატონო რეზო და სამწუხაროა რა თქმა უნდა რომ ესეთი რამე ხდება ქვეყანაში და მე დარწმუნებული ვარ მე იმაში ვწმუნდები რომ თქვენი სამართლიანობა გაიმარჯვებთ და სირცხვილი მას ვინც ამ საქციელს ჩაიდენს და ჩადიოდა კიდე. და ერთი ბოლო კითხვა მინდა დაგისვათ. თანამშრომლების რაოდენობა ანუ მოდი ესე ვიტყვი რა ზეწოლა მიმოქმედა და თქვენს სასარგებლოდ საუბარი შეწყვიტა? ჩემი თანამშრომლები უმეტესობა მაინც ჩემ მხარეს არიან. იმიტომ даже შრომის ინსპექციაც რომ მოვიდა და გამოკითხა თანამშრომლები და როდესაც თვითონ შრომის ინსპექცია აღნიშნავს რომ გამოკითხულ თანამშრომლთა უმრავლესობამ არც ფიზიკური არც სიტყვიერი შეურაცხყოფა არ დაუნახავს. თვითონ შრომის ინსპექციას მაგას აღნიშნავს. მაგრამ შრომის ინსპექციამ დამაჯარიმა იმაში რომ გვანცა ქველაძეს მიღებული აქვს ბავშვობის დამწვრობის კვალი და შპს რეზონი უნდა დაჯარიმდეს 1800 ლარით რაღაც შევიწროების გამო. მაგრამ ეს დამწრობა ბავშვობაში აქვს მიღებული. შპს რეზონი ამ დამწრობაში არაფერ შუაში არ არის. სისულელი რა. მართლა სისულელია. რა თქმა უნდა, ხა იმას დამწრობა აქვს და ჩვენ რა შუაში ვართ. კომპანიაში მუშაობის პერიოდში ეს არ მიუღია არაფერი. როგორც მოვიდა ესე ქონდათ თავიდანვე და ესე იგი რა გამოდის რომ თანამშრომლს თუ რაიმე ხარვეზი აქვს სამსახურში არ უნდა მიიღო თუ რა. რომ მე ეს მისი ხარვეზი ფირმის წინააღმდეგ არ წამოვიდეს ისევე. ანუ ჯანმრთელობის ცნობა უნდა მოეტანა და ისე უნდა მიგეღო? რა თქმა უნდა, ესე გამოვიდა. ბატონო რეზო, მე იმიტომ ვახსენე თანამშრომლები, რომ მე თქვენ ვიდეო კადრს უყურებდი კულისებს მიღმა. იყო ერთი ვიდეო კადრი და მიდიხართ თქვენ თანამშრომლებთან. ტკბილად ესალბებით და ოჯახის წევრებსაც კი მოიკითხავთ ხოლმე. ჩვენ სულ ეგრე რამდენი წლების მანძილზე ხო, ანუ ესეთი დადებითი ენერგიით მიდიხართ თქვენ თანამშრომლებთან და ოჯახის სიტუაციასაც კი კითხულობთ. ხო და ყველა თანამშრომელი არის და იყო და არის და იქნება ოჯახის წევრი. როგორც შვილი, როგორც მეგობარი, როგორც ის მე არასოდეს არ უყურებ თანამშრომელს როგორც ქვევით ან რაღაცა ის ყველა არის თანაბარი მეგობარი ადამიანი და მასთან ის რომ ბედნიერად გძნობს, კაი ხელფასი აქვს, კაი პირობები აქვს, ეს ჩვენს ბედნიერი ხართ ამ შემთხვევაში და შეეძლო გამოძიებას ეს კადრები სადაც მე უყურე ეხლა და იქ მე თქვენი ადამიანობა დავიჭირე, მოდი პირდაპირ ესე ვიტყვი, შეეძლო მაგათაც დაეჭირა რომ თქვენ არ იყავით ყოველდღიური ძალადობის მოძალადე, მოდი ესე ვთქვა და არც ძალადობა გამოგიყენებია და ეგ იყო რაღაც ჩაფიქრებული, კარგი დაწერილი სცენარი და უბრალოდ უნდათ შეესრულებინათ. მაგრამ თქვენ რო გქონოდათ წარსულში გადამეტებული თანამშრომლებთან შეიძლებოდა კიდო გამამტყუნებელი განაჩენი გამოეტანათ, ხო? რა თქმა უნდა. მაგრამ იქ ისეთ, რა ვიცი, გული გამithბათ თქვენ რო ესალმებით ადამიანებს და შვილებს და ოჯახის წევრებს რო მოიკითხავთ ხოლმე და ხო და ეს შრომის ინსპექციაში რო გამოკითხეს ეს გვანცა ქველაძე თვითონ გვანცა წერს იმაში საჩივარში რომ ეს იყო ერთი შემთხვევა ერთადერთი შემთხვევა და მიყვანილი მისი მეგობარის დაქალიც იგივე წერს რომ ეს იყო ერთადერთი შემთხვევა ამ ფირმაში არათუ ამ დაზარალებულის გვანცა ქველაძის მიმართ არამედ არც ერთი თანამშრომლის მიმართ ესეთი რამ არ მოხდარა ჩვენ ფირმა 25 წელი ეს ჩვენი ფირმა მუშაობს და არავისთან არანაირი შეკამათება, არანაირი არ ყოფილა არასოდეს პირიქით. აი გვანცას ჩვენებები, რომელიც ჩამოართვეს ჩვენებები გვანცას. აი აქ ერთ დეტალს გავამახვილოთ ყურადღება, რომ პროკურატურამაც იცოდეს, სასამართლომაც იცოდეს და გამოძიებამაც იცოდეს, რომ
ემთხვევა ერთმანეთს, რამოდენიმე ჩვენება იქნება ახლა ჩამორთმეული რა თქმა უნდა. ყველა სხვადასხვა არის. პირველი და უშუალოდ რაც თქვა, მე რაღაცები მოაგონდა, მოიფიქრა, ახალი ზღაპარი მოიფიქრა, ჩაამატა, მე კიდე მესამედ მივიდა, კიდე რაღაცა მოიფიქრა, ჩაამატა, მეოთხედ და სასამართლოზე სულ სხვა რამე თქვა. პირველ ჩვენობაში თქვა, რომ ერთხელ ჩავარტყი თავში, სასამართლოზე თქვა, რომ სამჯერ გამეტები ჩავარტყი თავში. და ჩემი ადვოკატიც იგივე კითხვას უსვავდა მოსამართლეს, რომ თუ 115 კილოგრამი ადამიანი გოგოს ჩაარტყავს გამეტებით თავში, რაღაც დაზიანება ხო უნდა იყოს და ფსიქოლოგიური ექსპერტიზა არანაირ დაზიანებას არ ეწევს. კარგი, მაშინ როცა ის ამბობდა სამჯერ და ერთხელ ვიდეოფილში რა ჩანს? რამდენჯერ ჩართმული? ხო ეყრდნობა სასამართლო ვიდეოფილს და არ ეყრდნობა ექსპერტიზის დასკვნებს. არანაირ. აი ხო, აი იქ ვიდეოფილზე დაენახა რომ ჩარტყმა არ იყო და შეიძლება გვანცა იტყვილებოდა. რა თქმა უნდა, თავიდან ბოლომდე გვანცა იტყოლება, რომ ყველა გადაცემაში იძახის რომ ცემა, თუ ხელი არ დამიტყე როგორ ცემე, ხო? ეს ყველაფერი მაგასაა გაფორმებული, ყველაფერი ტყუილი თავიდან ბოლომდე ტყუილი, რასაც სიტყვას ამბობს, აი ფილმიც არის, ყველა მისი სიტყვები, მე ექსპერტი ლაპარაკობს, რომ სხვათა შორის ბატონო რეზო ამ ფილმს ჩვენ გავუშვებთ ეს გადაცემა, რომ დამთავრდება გავა ეს ფილმი და მაყურებელი კარგად დაინახავს იმ ფილმში უფრო რა ასახული და თქვენ ეხლა ჩემ გადაცემაში რასაც საუბრობთ, მე ვამბობ სიმართლეს და ვიტყვი ყოველთვის, რომ თქვენ გურწფელად ისაუბრეთ ჩემ გადაცემაში და მე კიდევ ერთხელ მიმართავ პროკურატურას, სასამართლოს უწყებეს მთლიანად, რომ ეგეთ საქმეები კარგად რომ გამოიძიოთ, ესეთ პროვოკატორებისთვის ცალკე დაგჭირდებათ ციხის აშენება. რა თქმა უნდა. მართლა დაგჭირდებათ, მაგრამ არ იძიებთ და ის ჩაგრება ისევ ალალი და მართალი ადამიანი. ჩვენ 2012 წლიდან მივიღეთ დანაპირები, რომ სამართლიანობა აღსდგება. პირიქით, ეგ სამართლიანობის აღსდგენა რა. ადამიანის შეწუხებული, დამწუხრებული კომპანიის წაქცევაზე მიხვდა, რომ წაუქციოთ კომპანია და ვინა ამის ზევით ვინ დგას, კაცმა არ იცის ახლა გვანცა ამას მარტო ვერ გააკეთებდა, გვანც არის უბრალოდ შემსრულებელი. აი აქედან უნდა დაიწყოთ გამოძიება და მიხვალთ იმ კონკრეტულ წყაროსთან, საიდანაც წყარო გამოდის. რატო არ აკეთებთ ამას, რატო არ იძიებთ? თუ გეზარებათ და რა ვიცი, ხარჯებს აცილებთ იმას საგამოძიებლო ჯგუფს და პროკურატურას, ყველაფერი უნდა გააკეთოთ კანონის ფარგლებში. ბატონი რეზო, მე ვიცი, რომ ამ საქმეში მართალია და ვიდეო კადრები რაც კი აჩვენეს, მოსამართლე ეკითხება, რომ რამდენჯერ დაარტყეს ხელი ვიდეო კადრებს თუ ეყრდნობი, არ ჭირდება იმას გვანცას გამოკითხვა და გვანცას ტყვილების ლაპარაკი. დააკვირდე კარგად ვიდეო კადრში და ხელი რო არ აქვს დანარტყამი ადამიანზე და ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიმყენებია, თვითონ ვიდეო კადრი გიჩვენებს მას და ექსპერტიზის დასკვნები აღარ გაინტერესებთ. აი ვიდეო კადრი გაინტერესებს თქვენ მარტო და იქაც ვერ ამოძებნეთ ამან. სწორი გამოძიება რო დაიწყოს. თავდაყირად დადგება ყველაფერი. აი მართლა გეუბნები რომ მოსამართლე არის იყენებს ვიდეო კადრებს. მოდი პირდაპირ ვთქვა და ექსპერტიზის ცნობები გადაგიდო გვერდზე, მაგრამ არ იყენებს ხელს რო არ ურტყა. და გვანცა ტყვილზე და მისი ორმა დაქალმა იგივე ცრუდასმენა გააკეთა ტყუილი და всё გამოიცხო განაჩენაზე რა. ხო, გამოგიტანეს ტყვილა განაჩენი. ბატონო რეზო, როგორც ვახსენეთ, ის ფილმი გავა ჩვენი გადაცემა როგორც დამთავრდება და ყველა უყურებს იმ ფილმს და შედარებას გააკეთებს თქვენსა და ჩვენ დღეს რაც ვისაუბრეთ და იმ ფილმში რაც არის სასახური და მადლობა მათ, ვინც ის ფილმი გააკეთა და კარგად არის გაკეთებული და მე ჩვენ გავუშვებთ ჩვენ ტელევიზიაში გავა რა თქმა უნდა ამ გადაცემის დამთავრების შემდეგ. ბატონო რეზო, მე მეტი სათქმელი და კითხვა არ მაქვს და რატო? კითხვები ჩვენ გვაქვს სასამართლოსთან, მოსამართლესთან, პროკურატურასთან და გამოძიებასთან, რომ ვერ გააკეთეს ისე რეალური სურათი ვერ დადეს. ან ისე კარგად მაინც შეფუთათ, რომ იქეთ არ გველაპარაკა. რაღაცა შეფუთვაც დაავიზდათ რაღაცა. ვერანაირად ვერ შეფუთან. იმდენად იავნად ყველაფერი არის, იმდენად სახეზია ყველაფერი, რომ
მე გპირდები ბატონო რეზო აი ტელევიზიიდან ამ ეკრანიდან რომ ჩვენ თუ რამე ძალა გვექნება დაგეხმარებით აუცილებლად თქოს სიმართლის გარკვევაში ჩვენ მოვიწვევთ კიდე თქვენ თანამშრომლებსაც მოვიწვევთ თქვენ ყველა იქ დამსწრე ვინც იყო და ვინც ესწრებოდა ამ იმას რა ქვია პროვოკაციულ სცენარს ყველას მოვიწვევთ და ყველას გავაგებინებთ რომ თქვენ მართალი ხართ ამ კონკრეტულ საქმეში მე დაგემშვიდობებით კიდევ ერთხელ გისურვებთ პირველ რიგში ჯანმრთელობას და ნუ თავს უნდა მიხედოთ მტერს არ უნდა წაექცეთ აბისუფლება არ უნდა მიცეთ თქვენ თავს ძლიერი ადამიანი უნდა იყოთ და მტერი არ გავახაროთ და გისურვებთ წარმატებებს და თქვენსკენ სამართლიანობა აღსდგება აუცილებლად მე ამის გარანტიას გაძლევ დღეს ჩვენ ისეთი ხელისუფალი გვყავს სამართლიანობით მოვიდა და სამართლიანობით აგრძელებს ქართველი ხალხის ცხოვრებას და მე იმედი მაქვს რომ სამართლიანობა აღდგება თქვენს მიმართ თუ რამე გინდათ ვილაპარაკოთ ჩვენ დრო გვაქვს სიტყვები მინდა გავიმეორო თუ აქაური სამართალი თუ არა იქაური სამართალი მაინც გაიმარჯვებს რა არა ნუ იქაური სამართალი უკვე რაღაც გრძელვადიანია და ჩვენ ჯობია მოკლევადიანში გავიმარჯვოთ ყველაზე კარგი ეს გრძელვადიანში ჯერ არ ვაპირებთ წასვლას კაცო აი მამაოს ძალიან დიდი მადლობა ესეთი თბილი სიტყვებისთვის მაგრამ ჩვენ უფრო სხვანაირად ვფიქრობთ იმიტომ თქვენ ბიზნესმენი კაცი ბრძანდებით და თქვენი ხედვა გაქვს და მამაოს თავის ხედვა აქვს და სწორი ხედვა აქვს რა თქმა უნდა. იგივე ამ პროვოკაციით იგივე სახელმწიფოს დაზარალდა. ადრე ჩვენ გადახდილი გვაქვს 2 მილიონი ლარი ბიუჯეტში ამ გადახდების სახით და როდესაც ეს მოხდა, იგივე შეგვიმცირდა შემოსავალი ყველაფერი და იგივე შემოსავლის შემცირებასთანაც იგივე ნაკლებს ვიხდით სახელმწიფო ხარჯი და იგივე სახელმწიფო ზარალდება. კი, ზარალდება ამ ერთი ადამიანის გამო. არა მარტო სახელმწიფო, თქვენი თანამშრომლების დაზარალდა. თანამშრომლების სახელმწიფო და ყველა. და მამაო რო ვახსენეთ ახლა ბატონო რისო. აი მამაო რა ფიგურანტი იყო ამ შემთხვევაში? ეს მამაო არის ჩვენი მეგობარი, ხშირად აკურთხებს ხოლმე ჩვენთან სტამბას და ესეთი მეგობრული დამოკიდებულება აქვს ჩვენთან. და მამაომ რო ეს სცენარი რაც მოხდა იქ რო გაიგო რა თქვა. აი თავის ხედვა რა იყო? შური. პირველი რაც მოვიდა მამაომ რო თქვა ეს შური. ყველაზე ცუდი რაც არის ქართველებში. ეგ მუშაობს ძალიან კარგად რა მაგათთვის. პირველი სიტყვა რაც თქვა შური. და ნუ სხვა რაღაცას აღარ ვიტყვი, რაღაც ის თქვა მითოდა და გავჩერდები ახლა, იმიტომ რომ თქვენო მილიარდები გქონოდათ მაგ კომპანიაში, აი ამ გვანცას ვისთვის კარგი იქნებოდა. დამიჯერეთ რა. ანუ იმან თავის განადგურების ღილაკს თვითონ დააჭირა ხელი. კომპანიის ხელმძღვანელობა რაც უფრო კარგად დგას ფეხზე, მით უფრო კარგად ყავს თანამშრომლები. რა თქმა უნდა. მით აი ხელფას გაუზრდის, პიკნიკზე წაიყვანს, შვებულებას მიცემს. ჩვენც ყველა პიკნიკზე. ხო, მესმის რო აკეთებთ, მაგას მე ვიდეო კადრები მაქვს ნანახი ახლა, ისე არ ვსაუბრობ აქ. ყველაფერს გააკეთებს იმისთვის. ხო და ეს არ უნდა გააკეთოს ადამიანმა, მე ვფიქრობ, ხეზე რომ სადაც ზიხარ და თაფლი მოედინება, ის ტოტი არ უნდა მოჭრა. თან მისი მეგობრებიც იგივე დღეში ჩააყენა. და ჩაიყოლე ესენიც? რა თქმა უნდა, 4-5 თანამშრომელი ჩაიყოლა. კიდევ რა ვიცი, ჯანმრთელობა და პირველი ეგაა თქვენთვის და სამართლიანობა იზეიმებს, მე დარწმუნებული ვარ და გპირდებით თქვენ თანამშრომლებს მოვიწვევთ ჩვენ გადაცემაში, არა მარტო ჩემ გადაცემაში. ჩვენ გვაქვს სხვადასხვა გადაცემა, პოლიტიკური გადაცემები გვაქვს. ყველაში მოგიწვევთ, რომ ყველამ ვილაპარაკოთ და სხვათა შორის ერთი რამი და დავამატო. ნანუკა ჟორჟოლიანი ცდილობდა თქვენ დაჭერას. ხო, ზუსტად. რეზო რატო არ ზის? რეზო არა. სხვანაირად თქვა მაგან ზუსტად დავაკო მუტრუკი რატო მარზის ციხეში ხო ამ ხელა მუტრუკი როგცემს რატო არზის ციხეში ხო ეხლა ჩვენ რო გამოვიყენოთ სიტყვა რატოზის ის ციხეში ცოტა ჩვენთვის მიუღებელი იქნება და არც გამოვიყენებთ ჩვენ გვეცოდება ყველა ადამიანი ციხეში მაგრამ სადაც სამართალი არსებობს და ღმერთი არსებობს ის წრეს ურტყამს კარგად რა თქმა უნდა იგივე მოხდა იმაზე მას ვინც ეს ამბავი ატეხა ეს იყო კიდე ბაია პატარაიას იურიდიული კომპანია იყო საფარი ის საფარიც ერთ თვეში დაიხურა მე ეს იურისტი ვინც მაგას იცავს პროფკავშირების იურისტი იყო ის შეწყდა ის იურისტი დარჩა ესე რომ ვთქვათ კერძო შეკვეთებზე მარტო ჩვენ დამემშვიდობთ პატრიცებულ ტელემაყურებლებს და მომავალ ხუთშაბათამდე ჩვენ მაყურებლებს კარგად ესმის
ყველაფერი ჩვენ თუ რამე შეცდომას ჩავდივართ, შეგიძლიათ დაგვიკომენტაროთ, მაგრამ ჩვენ რეალურად და იმ პროვოკაციურ საკითხებზე ვისაუბრეთ, რაც მოხდა 2023 წელს ბატონი რეზოს წინააღმდეგ და ბატონი რეზო გაიმარჯვებს ამ ბრძოლაში, ამაში დარწმუნებული ვართ. კარგად ბრძანდებოდეთ.